აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გენო ადამიანს საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას. გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე დაიღუპა. სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. გენო ადამია იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-მე მექანიზებული ბრიგადის მეთაური. ბრიგადა, რომელიც 5000 მოხალისეს აერთიანებდა, მან საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა. გენო სენაკში იყო დაბადებული და აფხაზეთში მოგვიანებით გადმოვიდა. სამხედრო პირი არ იყო, ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა. შვიდობიანობისას მისი გატაცება ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა იყო. მათ ხშირად ფინანსურადაც ეხმარებოდა ხოლმე. იარაღი 1992 წელს აიღო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. იბრძოდა მისი ორივე შვილიც. აფხაზეთი გაყიდულია, მაგრამ სანამ სული მიდგას ვიომებ. თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა. თქვა ეროვნულმა გმირმა და თავისი სიტყვისთვის არ უღალატია. გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში აწმყოსა და მომავალშია. გენო ადამია იყო მაგარი ვაჟკაცი კაცი, რომელიც მაგის სამხედრო პრობლემა არ იყო და თავიდან არ ცუდოდა რომ დამდგარიყო ბრიგადის მეთაურად, მაგრამ ხალხის თხოვნით და გახდა სახალხო გენერალი. და გენოს სახეზე შეგედა იყო ძალიან კაცი სახე ქონდა, მაგრამ სინამდვილეში მაგნაირი რბილი და მაგნაირი გულჩვილი კაცი მე არ ვინახია. რამეს როეწყოდა ვიღაც თუ გაუწყლებოდა, 5 წუთში მოეფერებოდა და მე თავის სამში ნერვიულობდა. ძალიან კაი კეთილი ადამიანი იყო და ძალიან დაგვაკდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ყოველწელს ამოდივართ მეორე მის საფლავზე, ყოველდღე ვიგონიებთ. საომარი მოქმედებების დაწყებამდე გენო ადამია იყო ჩემი მამა. საომარი მოქმედებების შემდეგ მეც ვიყავი ერთ-ერთი შენაერთის უფროსი, სოხუმის გარნიზონის ჰოსპიტალის მეთაური. ამის შემდეგ ის იყო ჩემი მეთაური. მაგრამ როგორც მებრძოლები გენო ადამიანს უძახდნენ გენოციას, ასევე მეც მიმართავდი მას ასე. ის იყო შეუვალი მტკიცე ადამიანი, მაგრამ ამავე დროს ძალიან გულჩვილი, აი როგორც მებრძოლები ახასიათებენ და იგივე შემიძლია მე ვთქვა. ძალიან კონკრეტული პიროვნება და ამავდროულად პარადოქსულად ძალიან თბილი, ძალიან გამგები და მამაზე შემიძლია ვთქვა, რომ იყო ძალიან თბილი ადამიანი ოჯახში და საქმეში იყო ძალიან შეუვალი და ყველა მოწარმოებული ვიყავით, ჩვენი საქმე გვეკეთებინა ხუთიანზე და აი ასედაც ააწყო სოხუმის გარნიზონის 23-მე ბრიგადა, რომელიც 13 თვის განმავლობაში იცავდა სოხუმს